ამ მუხის ფორმირება მე-7 წელია მიმდინარეობს. გაბარიტების გამო ჩვენ სივრცეში რთულია მისთვის შესაბამისი ფოტო და ვიდეოს გადაღება, იმიტომ რომ კედელიც მწვანეა და თავად ხეც მწვანეა და კონტრასტული არ არის, რომ აღქმადი იყოს მისი ფორმა, თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ ვიდეოში განახოთ სხვადასხვა რაკურსიდან ეს ნამუშევარი. ეს ბონსაი ჩვენს კოლექციაში ერთადერთია, რომელიც გიგანტური ბონსაის კატეგორიაში გადის. ის გაბარიტების გამო წლების განმავლობაში ჩვენთან გარესივრცეში იყო, მისი შემოტანა რაღაცნაირად ვერ ხერხდებოდა, არც მისთვის შესაბამისი ქოთანი ჰქონდა. თუმცა წელს მუხა შესაბამისი ზომის ქოთანი შეუკვეთეთ და როცა ის ჩამოვიდა, გადავწყვიტეთ, რომ ბონსაი შიდა სივრცეში შემოგვეტანა. ამაზე ვიდეოს გადავიღეთ და ჩვენ სოციალურ ქსელებშიც განვათავსეთ. ფოთლებით ბონსაი ლამაზად გამოიყურება, თუმცა ფოთლების გარეშე ზამთარში საკმაოდ შესამჩნევია, რომ მას ფორმირებას კიდევ რამდენიმე წელი სჭირდება, რომ უკეთესი გატოტვა ჰქონდეს და ის ლამაზ კარგ ბონსაი ჩაითვალოს.